მზადება დავიწყეთ ივნის დასაწყისში თბილისში, შემდეგ გავიარეთ ერთკვირიანი შეკრება რაჭაში და ამის შემდგომ დასკვნით მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ ლატვიაში, ესტონეთსა და ფინეთში. სადაც გავამართეთ ვარჯიშებთან ერთად 8 ამხანაგური თამაში ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ფინეთის ეროვნულ ნაკრებებთან. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვეყოლება ჯგუფში და ასევე A-დივიზიონში არ არსებობენ. სუსტი გუნდები, გულშემატკივარში 16 წლამდელთა ნაკრები, ერთ-ერთი ნაკრებია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რომ ასპარეზობს A-დივიზიონში, ამიტომაც რა თქმა უნდა მოლოდინები საკმაოდ დიდია ამ ნაკრების მიმართ, თუმცა ვიცით რამდენად ძლიერები არიან ჩვენი მეტოქეების. მეტოქეების შესახებ რომ გითხრათ და რა იქნება ჩვენი მიზანი უშუალოდ 16 წლამდელთა ევრობასკეტზე. კი ბატონო, ნამდვილად ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, გერმანიის, სერბეთის ნაკრებები. ეს ნაკრებები ყველას ცნობილია, რომ ყველა ასაკობრივში კარგი ნაკრებებით გამოირჩევიან, ძლიერი გუნდებით. ჩვენი მიზანი, პროგრამა მინიმუმ იქნება, რომ A-დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ. და რა მნიშვნელობა იქნება იმას თუ ამის გაკეთებას შევძლებთ, რადგანაც როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი გუნდი ყავს A-დივიზიონში, ნამდვილად არ გვინდა ამ ადგილის დაკარგვა, მით უმეტეს რომ საშინაო არენაზე ჩაატარებთ შეხვედრებს, გულშემატკივრის იმედი რამდენად გაქვთ და იქნება თუ არა ეს ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ბიჭებისთვის, რომ საშინაო არენაზე მოუწევთ ამ ხელასპარეზზე გამოსვლა. A-დივიზიონში დარჩენა მნიშვნელოვანია იმით, რომ ზედმეტ მეორე წელია აქვთ აგვიწევს თამაში და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ანუ ევროპის ყველაზე მაღალ დონეზე ვითამაშონ ჩვენმა ბიჭებმა, მივიღოთ ძალიან კარგი გამოცდილება ისე როგორც ბიჭებმა, ასევე ჩვენ როგორც მწვრთნელებმა. რაც შეეხება ნაკრების საშინაო კედლებში თამაშს, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ იმიტომ, რომ ადგილობრივი გულშემატკივარის იმედი, რა თქმა უნდა, ბიჭებს აქვთ. მეორე იმიტომ, რომ კალათბურთთან როგორც სპორტის პოპულარიზაციას ძალიან ხელშეუწყობს, მე ვფიქრობ, საქართველოში ევროპის ჩემპიონატს აქ ჩატარება. მწვრთნელების გამოცდილება ახსენეთ და თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება უნდა იყოს ეს ტურნირი, როგორც თავარი მწვრთნელი პირველად იმუშავებთ 16 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ასეთ დიდ ტურნირზე, აქამდე როგორც ასისტენტს ჰქონდათ გამოცდილება, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის მწვრთნელისთვის ეს გამოწვევა და როგორ ელოდებით ევრობასკეტს, როგორ მოიზოდეთ პირადად თქვენ ევრობასკეტისთვის. კი ბატონო, ნამდვილად ჩემი პირველი წელია თავარი მწვრთნელის რანგში და ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის შემიძლია გითხრათ, რომ კარიერული პიკი არის და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც ბიჭების არ იყოს უთო ნერვიულობ რა. ნამდვილად, თუმცა ზურგს გიმაგრებთ ქართველი გულშემატკივარი და მნიშვნელოვანი იქნება ასევე თქვენი გამოცდილება, რომელიც გაქვთ ბავშვთა კალათბურთში მიღებული. ასევე უნდა გითხოთ ხვალინდელ თამაშზე, ხვალ ვიწყებთ შეხვედრას 8 აგვისტოს იწყება ევრობასკეტი და თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდებით ესპანეთის ნაკრებს. პირველი შეხვედრა იქნება ჩვენთვის და რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი, რას უნდა ელოდოს ხალხი ამ შეხვედრისგან. ვიცით რომ უძლიერეს ნაკრებს ხვდებით, თუმცა ჩვენი ბიჭები როგორ ემზადებიან აი კონკრეტულად პირველი შეხვედრისთვის. კი ბატონო, ნამდვილად ძლიერი ნაკრებია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბიჭები სრულიად მზადყოფნაში არიან, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად არიან მზად, რომ ჩაატარონ ძალიან კარგი თამაში, კარგი ნაკრების წინააღმდეგ. ასევე ფიზიკური მზადების გარდა და გარდა იმისა, რომ კარგი ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგიურად მზადყოფნას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფერის, თუმცა ის ფაქტი, რომ საშინაო არენაზე თამაშობენ ბიჭები, შესაძლოა ერთგვარი წნეხიც იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული მოლოდინი ექნება გულშემატკივარს საშინაო გუნდისგან, მასპინძლისგან. ამ შემთხვევაში როგორ არიან ფსიქოლოგიურად რამდენად მზად არიან ჩვენი კალათბურთელები და გამოცდილება რამდენად აქვთ მათ დაგროვებული. როგორც ასეთი, ფიქრობ, რომ საშინაო კედლებში თამაში მათთვის მაინც დადებითი მხრით გამოიყენებენ ეს ბიჭები. არ მგონია, რომ მაგ მხრივ წნეხს ხსნობდნენ და საშინაო კედლებში თამაში ვფიქრობ, დამატებითი мотиваცია იქნება მათთვის რა. რაც შეეხება გამოცდილებას, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება ამ ბიჭებს შარშანდელ წელს არ ქონიათ, ეს მათი პირველი გამოცდილება იქნება და პირველი წელი იქნება. ნამდვილად და რამდენად დაეხმარებათ მათ კარიერაში კარიერულ წინსვლაში, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ნაკრების ძირითადად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოთამაშეებით, არა ლეგიონერებით და ამ მხრივ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპულ გამოცდილებას პირველად მიიღებენ ევრობასკეტზე და მიიღებენ საშინაო არენაზე. რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში ის რომ მოთამაშეთა 90% ადგილობრივი ჩემპიონატიდან იქნება დაკომპლექტებული ჩვენი ნაკრები, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ეს რა თქმა უნდა იძლევა ყველგან შესაძლებლობას, რომ კარგად ჩატარების შემთხვევაში ბიჭებმა კარიერული წინსვლის ნაბიჯი გადადგან წინ.